გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. წყნეთის გზატკეცილზე ვიმყოფებით, სადაც კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ჩვენ რამოდენიმე კვირის წინ ვიყავით აქ ადგილზე, როდესაც უშუალოდ მუშაობას ვიწყებდით და მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია თუ რა ეტაპზე ვართ, რა ხდება ამ წუთში. სამუშაოები ეხება აი ამ კონკრეტული ფერდის გამაგრებით სამუშაოებს, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ ნაწილზე დაძრული იყო და პრობლემას წარმოადგენდა და პრობლემას უქმნიდა საავტომობილო გზას, შესაბამისად დავიწყეთ გამაგრებითი სამუშაოები. რამდენიმე ეტაპად დაიყო აღნიშნული პროექტის გათვალისწინების შესასრულებელი სამუშაოები. პირველი იყო ეს რაც იყო ზედმეტი მასა მოგვეხსნა, შეგვემსუბუქებინა ფერდი, შემდეგ იყო დატერასება და ახლა მიმდინარეობს უკვე ანკერების სამუშაოები. ირაკლი ბენდელიანი არის ჩემთან ერთად. ირაკლი, რომ აუხსნათ კიდევ ერთხელ საზოგადოებას თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ახლა და როდისთვის დავამთავრებთ. მოგესალმებით, წყნეთის გზატკეცილზე ავტომობილები ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ავტომობილების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის საჭირო იყო მიმდებარე ფერდის გამაგრება. როგორც თქვენ აღნიშნეთ, რამოდენიმე ეტაპად მიმდინარეობს სამუშაოები. ახლა ვართ დაანკერების ეტაპზე, დაახლოებით 950 ანკერი არის პროექტით გათვალისწინებული, 840 ანკერამდე უკვე გაკეთებულია. უახლოეს 3-4 დღის ვადაში უკვე ვფიქრობთ, რომ ეს სამუშაოები სრულად დამთავრდება. ამის შემდგომ უკვე ეს ეგრეთ წოდებული ლეგოს ბლოკები, სადაც არის გზის მიმდებარედ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ვიწყებთ ხიმიჯოვანი კედლის მოწყობას. ამ სამუშაოებიდან გამომდინარე და ასევე გადაადგილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოგვიწევს საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები, რომელიც იქნება ერთი ზოლის შეზღუდვა მოგვიწევს, მეგობრებო, გარკვეული დისკომფორტი იქნება, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავარეგულიროთ მოძრაობა, გადაადგილება, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შემდეგ პროექტი, რომელიც დამთავრდება, ყველანაირად უსაფრთხო იყოს. თქვენ ალბათ ხედავთ და აკვირდებით, ვინც კონკრეტულ გზის მონაკვეთს იყენებთ, გზაზეც ეთყობა ის, რომ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნული ფერდის მასაკი და ბოლო ეტაპი იქნება უკვე ხიმიჯოვანი კედლის მოწყობა, დაახლოებით 60 ხიმიჯო იქნება მთლიანად ამ პროექტის ფარგლებში. მოეწყობა რკინაბეტონის უსაფრთხოების კედელი და ჩვენ თავიდან, როდესაც პროექტი დავიწყეთ, მაშინ ვთქვით, რომ მთლიანად დასრულებისთვის დაგჭირდებოდა მიმდინარე წლის აგვისტოს თვე, თუმცა ვადაზე ადრე წარიმართა სამუშაოები და მიმდინარე წლის მაისის თვეში მთლიანად დავამთავრებთ ამ სამუშაოებს. ძალიან კარგი. ამირან, მოდი კომპანიასაც ვთხოვოთ დეტალურად გვაჩვენოს სამუშაოებთან დაკავშირებით. ამირან, მოგესალმებით. მოდი რომ ვაჩვენოთ მოსახლეობას, აი ეს რაზეა საუბარი, ეს ეხლა ამ წუთში ამ ფერდზე მიმდინარეობს სამუშაოები, ხო? ფერდზე. ბოდონგაკ თქვიცხარ ეს არის ფერდი. პრაქტიკულად ეს არის თბილისიდან წყლის მიმართულებით მოძრავი გზა, რადგანაც ჩვენ უკვე ვიწყებთ ამ დროებითი კედლის დემონტაჟს, გადაკეთვის დროს იქნება ცალმხრივად გადაკეთილი, რა თქმა უნდა, იქნება ისე რომ მშენებლობის პროცესში თავისთავად ბეტონის მიწოდება იქნება, სამშენებლო მასალის მიწოდება იქნება, აი უშუალოდ ამსული გზის მხრიდან. შესაბამისად ეს იქნება რევერსული გზა, რა თქმა უნდა, იქნება როგორც ახლა მიმდინარეობს უსაფრთხოების ოფიცრების მიერ გზის დარეგულირება, 24 საათი ესეთი იქნება მართვადი ეს პროცესი და შეიძლება გზა ისე რომ გადაადგილება იქნება 24 საათის განმავლობაში. ხო, მთელი დღე და ღამის განმავლობაში დავარეგულირებთ, მეგობრებო, ის რომ გადაადგილება იყოს უსაფრთხო. ესეც რო ვაჩვენოთ, როდესაც უკვე სამუშაოები დამთავრდება, ფერდი უკვე იქნება სამუშაოებსაც დამთავრდება, ეხლა აქ არის დროებითი კედლები მოთავსებული, რა თქმა უნდა, აქ იქნება საყრდენი კედელი ხიმიჯებზე აგებული, რომელიც საკმაოდ მძლავრი ნაგებობა იქნება და თეორიათაც კი გადაზღვეული იქნება მეცხრეში შემთხვევაში მასების დაძვრა და ეგეთ რაღაცა გამორიცხულია, თუმცა პროექტში ეს სპეციალური მასალა გამწვანებისთვის და გამაგრებისთვის, რომელიც ჩათვალეთ ისეთ როგორც მწვანე იალაღივით იქნება ეს ფერდი თავიდან ბოლომდე. ეხლა სამშენებლო პროცესია და ცემენტის გამო არის ესეთ ფერში, თუმცა პროექტის დამთავრების შემდეგ მაისის ბოლოს უკვე იქნება სპეციალური დამცავი მასით მოპირკეთებული თავისი ბადეებით. მადლობა. ეს იყო მეგობრებო, ისი თქმაც მინდოდა აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ესე იგი, როგორც გითხარით, მაისის ბოლოსთვის გვინდა რომ მთლიანად დავამთავროთ პროექტი და ყველანაირად უსაფრთხო იყოს ამ გზის მონაკვეთზე გადაადგილება. გარკვეული შეზღუდვები გვექნება დროებით, გზის მონაკვეთის ერთი ხაზი შეიზღუდება, თუმცა ჩვენი თანამშრომლებით დავარეგულირებთ მოძრაობას. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სწრაფად და დროულად დამთავრდეს პროექტი. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, დაგემშვიდობებით. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და სხვა პროექტებზე ვისაუბრებთ. აბა დროებით.
განსაკუთრებულად ხაზგასასმელია და განსაკუთრებულად დასახასებელია ვიდრე გამორჩეული თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევასრულოთ. ეს არის ალბათ პროგრამას ახორციელებს წლების განმავლობაში და ისე ის წარმატებები, რაც საქართველოს ჯანმრთელობას ის ამერისათვის მინდა სიტყვა თუბერკულოზთან in the region, and many indicators in Georgia are higher than the European average. Molecular diagnosis of the new ჩვენ აღნიშნავთ ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს, რომლის მთავარი მიზანიც, ამ აღნიშვნის მთავარი მიზანიც გახლავთ იმის გააზრება, თუ რა წარმატება გვაქვს ამ დრომდე ქვეყანაში, როგორია სამომავლო გეგმები და რა თქმა უნდა ჭხელი შეუწყოთ ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რაც არის წლევანდელი ალბათ მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის, ეს არის პრევენცირებადი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ განკურნებადი დაავადება. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფოს აქვს ბოლო წლების განმავლობაში არაჩვეულებრივი რეზულტატები, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქართული ჯანდაცვის სისტემა ამ დაავადებასთან, ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის საქმეში და გვაქვს ეს წარმატება, რომელიც რა თქმა უნდა საჭიროებს შემდგომ განვითარებას, შემდგომ გაუმჯობესებას. საქართველოში ტუბერკულოზის კლების სტატისტიკა გვაქვს და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა ტუბერკულოზით ავადობის 1337 შემთხვევა გახლავთ ფიქსირებული 2023 წლის მონაცემების მიხედვით, როგორც ჯამდება ეს წელი, ხოლო 100,000 სულ მოსახლეზე 35 შემთხვევაზე ჩამოვედით, როდესაც საუკუნის დასაწყისში 150-საც კი აღწევდა ეს ციფრი. პროგრესი არის, მაგრამ არის რჩება გამოწვევა. ეს არის ტუბერკულოზის წამალგამძლე, ეგრეთ წოდებული რეზისტენტული ფორმები და მასთან ბრძოლას ახორციელებს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკრინინგის პროგრამებს, რომლებიც ტარდება ქვეყანაში, სწრაფი დიაგნოსტიკა, შემდეგ კურნალობის რეჟიმები ქვეყანაში ახლა ხელმისაწვდომია მოკლე რეჟიმები, რაც აადვილებს დამყოლობას პაციენტებისა ამ რეჟიმებისადმი. და ყველაფერი ეს გვაძლევს იმის, ასე ვთქვათ, რწმენას, რომ შევძლებთ რაც არის დაგეგმილი მსოფლიო მასშტაბით 35 წლისათვის იმ სამიზნეების მიღწევას. ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ტუბერკულოზთან ბრძოლაში. ისევე როგორც იცით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიისგან თავისუფალი ქვეყანა გამოაცხადა, იცით რომ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს C ელიმინაციის ფარგლებში და მთელ მსოფლიოში არის ცდილობა იმისი, რომ დედამიწა იყოს თავისუფალი ტუბერკულოზისგან. ამას ჩვენთან ქვეყანაში კიდევ რამოდენიმე წლის წინ დავიწყეთ სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის, სკრინინგი და დაწყებული დიაგნოსტიკით, მკურნალობით დასრულებული და შემდეგ მონიტორინგით, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. დავათვალიერეთ, როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები, რა საინტერესო იყო ძალიან, დავათვალიერეთ აღჭურვილობა და ძალიან მოგვეწონა, ძალიან დიდი ხანი გვინდოდა ამის დათვალიერება და დღეს მოგვეცა ამის საშუალება. ძალიან მომეწონა აქაური ასე ვთქვათ, წესჩვეულება რაც აქვს და ყველაფერის დისციპლინა პირველ რიგში, დაგვაყენეს სკოპში და წამოყვანეს სხვადასხვა ადგილებზე, გვანახეს შემოგვატარეს საკლასო ოთახი, სადაც ასწავლიან ამ ყველაფერს განვლილ გაკვეთილებს. გვანახეს სპორტ დარბაზი, სადაც ამზადებენ სხვადასხვა ჯარისკაცებს. მადლობა მინდა ჯარისკაცებს გადავუხადო, რომ ჩვენი სამშობლოსთვის იბრძვიან. ნახეთ სამხედრო აღჭურვილობები, რაც მნიშვნელოვანია, რომ ნახოთ და ვიცოდეთ ზოგადად მათი დანიშნულება. ნახეთ ჯარისკაცის ფორმები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და
მადლობა გადაუხადო ჯარისკაცებს, რომლებიც განაქვეყნეს სადარაჯოზე. ქონდა ბევრი კითხვა და ყველა კითხვაზე ამომწრავი პასუხები მივიღეთ ჩვენ ჯარისკაცებისგან და დიდ მადლობას ვუხდი ყველას. ვიმყოფებით მე-5 საარტილერიო ბრიგადაში, ყავდა სტუმრები, გავაცანით ჯარისკაცის ყოველდღიურობა, საცხოვრებელი ყაზარმა, სპორტდარბაზი, ლაზარეთი, ასევე უმასპინძლეთ სასადიო საკვებით, რითაც იკვებება ყოველდღე ქართული ჯარი. დაინტერესებულები იყვნენ ქართული ჯარის ტექნიკით, აღჭურვილობით. დიდი იმედი მაქვს, რომ კმაყოფილები დარჩნენ და სურვილი ექნებათ შემოგვიერთნენ. ძალების ხერხემალია. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ დღეს ზეიმობთ საქართველოს ეროვნული გმირის გირში. თავისი წვლილი შეიტანა. ისმება ახალი თაობისათვის გადმოსცეს. მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო ყოფილ მეთაურებს, რომელმაც 2003 წელს მოვალეობებს კურსს თავს აკადემიის სერჟანტი ინსტრუქტორები. რათა ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის ძალების მემსახურები საქართველოს. მემსახურები საქართველოს. სერჟანტთა აკადემიაში ამ წლების განმავლობაში შეიქმნა ყველა დონის სერჟანტთა საკარიერო პროფესიული კურსი, სადაც მზადდებიან თავდაცვის ძალებისთვის სერჟანტები, რათა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ქვედანაყოფებში. მინდა მიულოცო თავდაცვის ძალებში მოსამსახურე ყველა სამხედრო მოსამსახურეს და საქართველოს ზოგადად ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის იუბილე. დღეს გიორგი ანტუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის დაბადების დღეა, 22 წელი შეუსრულდა. ვლოცავ ყველა სერჟანტს დღევანდელ დღეს და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს, იმიტომ რომ ეს აკადემია გიორგის სახელს ატარებს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მეშვეობით მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლები ულოცავენ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ეს თარიღი არის ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რადგან ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად როგორც საერო, ისე სასულიერო პირები იბრძოდნენ, რითაც განამტკიცეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა, სადაც შეპესე მაგნატის საქმეს განიხილავდნენ, რომელიც ერთ-ერთი მათგანია სააკაშვილის პერიოდში ბიზნესზე ზეწოლისა და კერძო საკუთრების უფლების უხეში დარღვევის სერიიდან. შეპესე მაგნატის მესაკუთრემ ჯემალ ლეონიძემ მრავალმილიონიანი ქონება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უკანონო პროცედურების შედეგად დაკარგა და შემდეგ საპატიმროშიც მოხვდა. ეს ის პერიოდია, როდესაც დავით კეზარაშვილი კრიმინალური მეთოდებით ქმნის თავისი ნავთობის გაყიდვის იმპერიას, რომელიც შემდგომ გალფის სახით ჩამოყალიბდა. როდესაც სხვადასხვა კომპანიის მფლობელებს იჭერენ, ართმევენ ბიზნესებს, ამწყდებენ ციხეში და ამათ წართმეული ქონების საფუძველზე იქმნება მონოპოლია. სანამ ეს პროცესი დაიწყებოდა, 120-მდე ნავთობ კომპანია ფუნქციონირებდა და რამდენიმე თვეში კომპანიების რაოდენობა 5-მდე შემცირდა. შეიქმნა მონოპოლია, რაც ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი იყო, აცხადებს საგამოძიებო კომისიის მდივანი სოზარ სუბარი. დღევანდელ ხდომაზე დაბარებულები იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც იმ დროისათვის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნეს სტრუქტურის TBC ბანკის წარმომადგენლები, რომელთაც ასეთ საქმეებში აქტიურად იყენებდნენ. თუმცა მამუკა ხაზარაძე კომისიასთან თანამშრომლობას თავს არიდებს. აღნიშნული კი სასჯელის სახით 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამხრეთ კავკასია უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მგრძნობიარე რეგიონია. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს. მნიშვნელოვანია მდგრადი მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილურობა, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. სამხრეთ კავკასია დაკავშირებადობის რეგიონად ვაქციოთ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში დიპლომატიურ აკადემიაში რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ამერიკასთან სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან არსებული თანხმედრები ორი ქვეყნის ურთიერთობას ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობამდე მიიყვანს. სატრანსპორტო კომპანია დიდი დიღომი დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობას აპირებს. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით კი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კილომეტრი, ხოლო გაჩერებების რაოდენობა 11 იქნება. ტრამვაის ერთ ვაგონს კი არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა შეეძლება. პროექტის მიზანი დიდი მის მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირებაა. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მომავალი წლისთვის გადაიდო. როგორც დედაქალაქის მერი კახი კალაძე განმარტავს, კვლევა მაჩვენა, რომ გაცილებით მასშტაბური და ხანგრძლივი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე დაგეგმილი იყო. ცენტრალურ გამზირზე არც სანიაღვრე, არც წყლის და არც საკანალიზაციო სისტემა არაა მოწესრიგებული. ყველაფერი, რაც მოედინება გარკვეულ შენობებს უქმნის პრობლემას. ჩვენ ვარაუდობდით, რომ თვითონ სარეაბილიტაციო სამუშაოებს 3 თვე დასჭირდებოდა და დაწყებას მაისის ბოლოს ვაპირებდით, თუმცა ამ ეტაპზე მოგვიწევს მომავალი წლისთვის გადავიტანოთ სამუშაოები, რადგან უფრო მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ კომუნიკაციები მოწესრიგდეს, განაცხადა კალაძემ. საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართული მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისათვის სასარგებლო იყო. ასე აფასებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი და რუსული დელეგაციის წევრი გრიგორი კარასინი მოლაპარაკებების პროცესს. როგორც ის აღნიშნავს, ჯერ ყველაფერი არ გადაწყვეტილა, მაგრამ მსგავსი საუბარი ახალი ადმინისტრაციის პირობებში დროულია. კარასინის თქმით, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოების მათ შორის გაეროს ჩართულობით გაგრძელდება. ზოგადად შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი საჭირო და აუცილებელია. ამით ამერიკელებიც არიან დაინტერესებულები, აღნიშნა კარასინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. დღეს კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დაგეგმილი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და ის მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს. მისი თქმით, მსოფლიოში მხოლოდ ერთი ლიდერი არსებობს, რომელსაც ორივე მხარის მაგიდასთან მიყვანა შეუძლია და ეს პრეზიდენტი ტრამპია. საუდის არაბეთში მიმდინარეობს შეხვედრა შესაბამის მხარეებთან იმ იმედით, რომ მივაღწევთ წინსვლას იმ შედეგის მისაღებად, რომელიც ჩვენ ყველას გვსურს და ვფიქრობ, რომ ქვეყანა და მსოფლიო დიდ ვალშია, განაცხადა რუბიომ.